ნიგზიანის რელიგიურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა მანამდე გაკეთდა განცხადებები, რომლის დეტალებითაც თამუნა ჩიხლაძე ისაუბრებს. ახლა პირდაპირ ეთერში თამუნა გისმით. დიახ, სოსო შეხვედრა ამ დრომდე არ დასრულებულა ქუთაისის საქართველოს პარლამენტში, თუმცა მანამდე გაკეთდა რამდენიმე კომენტარი. შეხვედრა არის საკმაოდ წარმომადგენლობითი, მას ესწრებიან როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები. აქვე არის სახალხო დამცველის აპარატი და რაც მთავარია, უშუალოდ სოფელ ნიგზიანის მცხოვრებლები. აქ არის უფლებადამცველი ბექამ ინდიაშვილი და მუსლიმანთა ლიდერი მუფტი ჯემალ პაქსაძე. ეკა ბესელია შეხვედრის დასაწყისში მოკლედ მიმოიხილა ის სიტუაცია, ეს ინციდენტი, რაც მოხდა ნიგზიანში და განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პატრიარქთან უწმინდეს და უნეტარის ილია მეორესთან იყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მეუფე იობი, მეუფე იაკობი, უშუალოდ მუფტი ჯემალ პაქსაძე და მისი მოადგილე ადამ შანთაძე და მოხდა გარკვეული შეთანხმება და ეს იყო ძალიან კონსტრუქციული დიალოგი. სწორედ პატრიარქის ლოცვა კურთხევით იმართება დღევანდელი შეხვედრა, როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ის მცირე კომენტარები მოვისმინოთ, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა. გონდა უკვე ქუჩის საპატრიარქოში ერთი შეხვედრა, მე მის უწმინდესობას შევხვდი 2 დღის წინ ამ თემას და გუშინ ეპისკოპოსებთან ერთად გქონდა ჩვენ მუსლიმანთა გაერთიანების სამმართველოს მუფტთან და მის მოადგილესთან შეხვედრა და ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ კონსენსუსამდე მივდივართ. 2 დღის განმავლობაში ჩვენმა წარმოვიდით ურთიერთმოლაპარაკებებს. ეს არის სასულიერო პირებს შორის და ასევე ქალბატონ ეკა ბესელიასთან ერთად. პირველად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ძალიან დიდი ყურადღებისათვის. ძალიან გონიური ნაბიჯი გადაიდგა და მოგვარდება ორივე მხარე, ესე იგი საუბრის შედეგად ცივილიზებული გზით. ნაყოფიერი იქნება და შედეგიანი. ჩვენი ერთადერთი მოლოდინი უკავშირდება იმას, რომ სრულფასოვნად იქნება დაცული მუსლიმთა უფლებები საქართველოს. ერთადერთი მხარე, რომლის უფლებები იუახება, არის მუსლიმები. ლაპარაკი იმაზე, რომ მუსლიმთა უფლებების ხარჯისფრების უფლებები არ შეილახოს ან სხვების ინტერესები უნდა იყოს დაცული, არის არასერიოზული ამ შემთხვევაში. სოსო როგორც გითხარით, შეხვედრა ამ წუთებშიც